თუ მავნე ჩვევები აქვს და ალკოჰოლს ეტანება, თამბაქოს ეწევა და ასე შემდეგ, მან რა თქმა უნდა დაანებოს თავი, იმიტომ რომ ნებისმიერი ეს მავნე ჩვევება შეიძლება იმოქმედოს ორსულობის მიმდინარეობაზე და მათ შორის ნაყოფის განვითარებაზე. შესაბამისად, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს, ხოლო თქვენ რასაც გულისხმობდით, ძალიან აუცილებელი არის ჩასახვანდელი ვიზიტის განხორციელება, რომელსაც დღეს სახელმწიფო აფინანსებს კიდევაც. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ პაციენტმა იცოდეს მისი ჯანმრთელობის შესახებ, მოემზადოს ორსულობისთვის, დაგეგმოს ორსულობა და იმის და მიხედვით განისაზღვროს შეიძლება თუ არა მისთვის შვილის ყოლა, იმიტომ რომ ხშირად გაგიგონიათ, რომ პაციენტები მე ვიყო მთავარია ბავშვი იყოს კარგად და ჩემს აღარ ჩივივარ. თუ დედა ჯანმრთელი არ არის და კარგად არ არის, ის ბავშვს ვერ მოავლენს. შესაბამისად, ჩასახვადელი ვიზიტის დროს მან უნდა გაიგოს მისი ჯანმრთელობის შესახებ, როგორი ანამნეზი აქვს და როცა ექიმი დართავს ნებას, მაშინ უნდა დაგეგმოს მან ორსულობა და ჩაისახება პირველი ვიზიტზე, უნდა დაიგეგმოს როგორ უნდა წარიმართოს ორსულობა და ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია ჩასახვამდე ვიზიტი და კვლევა კაცისთვის? იმიტომ რომ ბევრი კაცი გამიგია, რომ საერთოდ ამ კვლევას არ მიმართავს. საერთოდ ეს ამ შემთხვევაში ბავშვის ახალ ნაყოფის ჩასახვისათვის, როგორც მოგეხსენებათ, აუცილებელი არის დედა მივიდეს აუცილებლად. ამ შემთხვევაში ჯერ დედა არა, ქალბატონი მიან გინეკოლოგთან, მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებელი იქნება, რომ მამა ესწრებოდეს ამ იმას, იმიტომ რომ მისი ანამნეზი ძალიან მნიშვნელოვანია. მასაც შეიძლება ქონდეს ქრონიკული დაავადებები, ისაც შეიძლება იყოს სქესობრივად გადადუდები და ასე შემდეგ და ამიტომაც მასაც შეიძლება დასჭირდეს ის. რომელიც ძალიან რთულია ხოლმე ამ შემთხვევაში, მაგრამ ოჯახი როცა შეიქმნება და გადაწყვეტავენ ბავშვის ყოლას, უნდა ვიზიტზე ერთდროულად მივიდნენ. შენ თუ იყავი ლადო? მე პირველ შვილზე არ ვიყავი, მეორეზე კი, აი სრული კვლევა ჩავიტარეთ მეც და ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო პირველ შვილზე ორივე საფუძვლიანი კვლევები ჩავიტარეთ და მეორეზე სამწუხაროდ არა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ცოტა დაუგეგმავად გამოვიდა ის ამბავი. მაგრამ მნიშვნელოვანია. აქ შეიძლება ჩავერთო ამ იმაში, დაუგეგმავით შეიძლება იყოს, აქ უფრო სხვა პასუხისგებლობა იგრძენით თქვენ და მეორეზე იმიტომ იმას გქენთ. თქვენთან რომ პირველი ორსულობა კარგად ჩამდარდა და ჯანმრთელი შვილი მოევლინა და ისა უკვე ისეთი ის აღარ ქონდა და ამიტომაც გადაწყვიტეთ. ყველა ორსულობის წინ არის აუცილებელი ამის ჩატარება. კი, გეთანხმებით და სხვათა შორის აი მეორე ორსულობის დროს, როდესაც სრული კვლევა ჩავიტარეთ, ბევრად უფრო მშვიდად ვიყავით. აუ არა, რასაკვირველია. მომზადებული ვიყავით თითქოს ყველაფრისათვის და ბევრად უფრო სიმშვიდე გქონდა მეც და ჩემს